აბა გადახედეთ რა როგორ ვერდით ერთმანეთს, ხო? აი თუნდაც ეხლანდელი პერიოდი ავიღოთ. 1700 წელი არის ეხლა უნდა ვიღესასწაულოთ და შეიძლება ბანაკებად გაყოფილმა ქართველებმა ვიღესასწაულოთ. ჩვენ დავდგეთ იქ და სხვა ჩვენი ძმები რა, თუნდაც აი ვიღაცა თulides რომ არასწორად იქცევა, ხო? ისე რატო ვერ ველაპარაკებით რა, რატომ არ ვინდომებთ? აი, როდესაც ჩვენ ლოცვებს კითხულობთ ხოლმე, როდესაც აი ეპისკოპოსი თუ მღვდელი კითხულობს ლოცვებს, აი დღეს იყო ბასილი დიდის წირვა. იქ არის აი საიდუმლო ლოცვა არის ასეთი ღმერთს ვავედრებთ ჩვენს ყველას ვლოცავთ რა, ყველასთვის ვლოცავთ და არის ადგილი რომ სადაც მთავრობას და მხედრობას ვავედრებთ. და ვევედრებით რომ ყველა მტერზე გაიმარჯოს და რაც არ უნდა წამოვიდეს, ხო, ბარბაროსები იქნებიან, ვინც არ იქნებიან, ხო? ყველა მტერზე გაიმარჯოს რისთვის? იმიტომ რომ რადგან ჩვენი მთავრობა იმიტომ გაიმარჯოს, არა. იქ არის იმისთვის რომ აი აზრიც არის და მიზანიც არის თურისთვის უნდა გაიმარჯოს. იმიტომ რომ იმათ ხელმძღვანელობის ქვეშ ქვეყანაში იყოს მყუდრო ცხოვრება, მყუდროებაში იყვნენ ისინი და ჩვენც შვიდი და უშფოთველი ცხოვრება გქონდესო რა, ვევედრებით მაგას. გვაქვს კი ერთმანეთთან შვიდი და უშფოთველი დამოკიდებულება? აბა ჩავხედოთ და თავი მოვეწონოთ იმითი ყველამ ერთად რა, მერე 1700 წლის თავია ჩვენთანაც ნოემბერში ჩატარდება ის წირვა 1700 წლის და დამაგვირგვინებელი ჩვენთან იქნება, მაგრამ ვართ ქართველები მაგისთვის რა. ეხლა